აი, ჯერ სიმაღლეზე ამოვდიოდით, ეხლა ჩავდივართ და ეს მანქანა ალბათ ვეღარ ჩამოვა იქ. აი, შოუშიც ამოვედით და ამას შეხედეთ რა ხდება გარშემო. რამხელა მასა ქონდა უბრალოდ წამოღებული. ეს მანქანა აღარ იყიდოთ მეგობრებო, water flood. აუ, ძმაბონ. აი, მან რაღაც ჩადიხარ. რომ უნდა შევიდეთ? რა ხდება სახლში? მოდია, დავინგრევით. პროსტა კოღოები არიან ძალიან ბევრი. ლიკა, მანახე, შეხედე რა მხოლოდ კოღო. ნელა უნდა ჩახვიდე. ახლა არის დილის 7 საათი, შაბათი დღე და ვირაზმებით ნელა რაჭისკენ ბარგი ჩამოვიტანეთ და ესეც ჩვენი მანქანა, რომელშიც უნდა ჩავალაგოთ ახლა ყველაფერი და მოიცა, ასე არ მომწონს. ესეც ჩვენი მანქანა, რომელშიც უნდა ჩავალაგოთ ახლა ყველაფერი და შეხედეთ რა გადაწყვეტინებული მყავს მანქანა არის ყველანაირად მზად. ამ მომენტს ველოდებოდი რამდენი ხანი ახლა ამბით წავალ რაჭაში. ძილის პიკაპი ჩამოვიდა, ახლა შევყრი ყველაფერს. ნახეთ ტენტიც ვიყიდე. ვიყიდე რა მაჯუკა ჩვენმა მეგობარმა და ჩვენი საბარგულიც მზადაა ნელ-ნელა ბარგის შესაყრელად. აი ესე გადმოწევდა ტენტის უპირატესობა ისაა რომ აქ შიგნით ყველაფერი შვენირად არის, არც მტვერი დაეყრება და დაცულად იქნება საბარგულიდანაც არაფერი გადმოგიყრება. ეხლა ამ ტენტს გადავწევთ და კომპაქტურად ჩავალაგებთ ყველაფერს. ოპა. აი ესე იკეცება რა, სამატკეცვადი ტენტია და ნახეთ რამხელა ადგილია საბარგულში. ეს კი ჩემი ბალახის საჭრელია და ჩემს სახლში ახლა იმხელა ბალახი იქნება, უნდა შეუდგე და გავუკრიჭო ყველაფერი. აჰა, ქალბატონელი კაც უკვე გაემზადა, გაიღვიძა. აბა როგორი მოლოდინებით ხართ? რავი, წინ წლის გათვალისწინებით წელსაც ველოდები რომ დავუიწყარ და სამახსოვრებლო დროს გავატარებ. თან ახლა უფრო მეტნი მივდივართ მეგობრები, ახალ მოგონებებს შევიძენთ და ჩვენ პიკაპსაც დავტესტავთ. კი ბატონო, სწორია, პიკაპის ვარიანტი მომეწონა. ყველანაირად მზად არის მანქანა. ლიკამ კი შემოგაპარათ. მარტო არ მივდივართ, ჩვენი მეგობრებიც მოდიან. მივდივართ ჩემს სახლში და წინ გველოდება ძალიან მაგარი თავგადასავალი. ბარგიც ჩავალაგეთ და ნახევარი უკვე გაივსო, მაგრამ შემდეგი ნახევარიც გაივსება, რადგან ჩემი დაკალები მოდიან. სანდროს კროქსები რა თქმა უნდა არ გვაუწყდება, მაგრამ იტევს მეგობრებო, ბევრს იტევს. რაც არ დაედევა ზევიდან შემოვალაგე. აბა ვნახოთ რამდენი ჩავა. აუ რა იყო 400 ლარის ბენზინი ჩავასხი და 736 კილომეტრს მიწერს. მოდი ახლა გავანულოთ ჩვენ წვა და ვნახოთ აბა რამდენს დაგვიწვავს გზაში. მორჩა ბენზინიც ჩავასხით, ახლა კი დაუბერეთ ჩვენს საყვარელ რაჭაში. აჰა, საზოგადოებაც უკვე შეიკრიბა მეგობრებო, მზად არიან გასეირნებისთვის. რას იგექებით ჩემ მანქანაში? ყველაფერი მზად არის, წავედით. ბიჭო, ეს მანქანა ვინ ჩამოგიყვანა რა მაგარი მანქანა? ეს ყველაზე მაგარმა იმპორტიორმა სანდრო კალმახელიძემ. სულ ახალი მანქანა ძალიან მაგარფაში, დაუზიანებელი, იდეალურ მდგომარეობაში. უბრალოდ მე ბუნება მარგუნ. უბრალოდ დაგვისეთყვა მეგობრებო, თორე ახალი ვით მანქანა იყო. რამდენი აქვს გარბენი? 44 კილომეტრი. ო, რა დაგიჟდათ? $14,000 გამბაჟებთ. 2025-იანი. ჩვენ ახლა შევაფასებთ სანდროს როგორც მწყობს. ჩემი აზრით ძალიან უხეშია. ძალიან უხეშია. და გვეჭხურება. ფეროსი. მუსიკას მაგინე. მე ბოლო ჯერ მგზავრობ სანდროს. მოკლედ სანდროზე. არ გავუჩერე. ახლა კი ვითხარით სანდრო. მოკლედ ეხლა გადმოვუხვიეთ ჩვენ საჩხერისკენ. რაჭაში წასვლის ორი გზა გვაქვს, ერთიანი. ჩვეულებრივად ზესტაფონიდან და შაორიდან, მეორე არის ეს ავტობანიდან გადმოვუხვევთ საჩხერისკენ და საჩხერიდან ახლა დაახლოებით გამოდის საათნახევრის გზა. იქიდან გამოდის 4 საათი და 20 წუთი რა. კილომეტრებში მე მგონი სადღაც 20 კილომეტრით მოკლე. თან ლამაზი გზა აქეთ და მაგასაც დაგათვალიერებინებთ. თქვენ რა სიტყვით როგორი ზღორია სანდრო? მე
როგორი მძღოლია სანდრო? სანდრო არის კულტურული. მიკერძოლებულია, მიკერძოლია. დაცული გზავრები. სექსისტები. დავაში თულამაზის სოფელი პირველი რაჭაში შქმერიც გადმოვიარეთ და აი ამ ხეთს შეხედეთ რა სილამაზეა და რა მთებია ულამაზესია აქაურობა. გზაც საკმაოდ მარტივია, უბრალოდ მისახვევია ბევრი რა. რაც შეეხება წვას 15 და 9-ზეა ჯერჯერობით. მართის ჩამოვიარეთ და აქედან იყოფა უკვე გზა მარცხნივ მიდის ამბროლაურში, მარჯვნივ ონში. ჩვენ გვინდა ონში. ეს ახალი გზა გავუხსნიათ. ადრე ჩვეულებრივად ძევით ადიოდი გზაზე და იქიდან მარჯვნივ მიდიოდი ონისკენ რა. ეხლა ეს რაღაც ახალი გზაა, რომელიც ეგრევე იქ მიდის და პირველად ვარ მშვენიერი გასისინებული გზა. ესეც ჩვენი უსაყვარლესი ონი მეგობრებო, ჩამოვედით. სხვადასხვა ეს ახალი გზა ეგრევე ჩემს სოფელთან იჭირდება რა. მაგრამ ახლა გამოვედით ცენტრში, რომ რაღაც პროდუქტები ავიღოთ, ჩავყრით მანქანაში და ავალთ უკვე სოფელში. აბა როგორ ახარ თუ არ დაიღალთ? არა, ჩვენიერი გზაა. თუ ხო არ დაიღალთ? აკეთ რა ხდება? აიღო. დავედით მოგეთ ავიღოთ რაღაცები და ავიდეთ მერზევით. აბა ვიქტორიოს ანგელოზები. ზად ხართ იხილოთ სოფელი. ვისი ანგელოზები ხართ მე არ ვიცი. შუაში როზე სეკ ჩემია და აქეთ იქით გასათხოვარია მეგობრებო. ეხლა წავალთ და უკვე დავიწყებთ ასვლას ჩვენ სოფელში. აბა მზად ხართ იხილოთ ულამაზესი სოფელი მეგობრებო. შუაში დიდი ძმასავით რატოზე ხარ შენ? ჩემი ანგელოზები არის. ოპა ლობიანიც მოდის. ივერა ლობიანიო, თქვენი შეკვეთა მზადად. მაგარი ცხელი იქნება. ხურდა არ გაიგე. აცე? არ გაჭრა? აი წამოვიდეთ და იქ ჩამო. ამას ხნიან რა შევ. სადადღეხები. ეს მოვარდა ეგრევე. ვასილიჩი. რასტოია რა. ჩვეულებრივი ლობიანი. არა, გემრიელია. რა არის ჩვეულებრივი? არ არის ბიჭო ეს რაჭული. გემრიელია, მაგრამ არა, კაია. მაგარი ლობიანი, ლობიოს გემო ნახა. რა არის ჩვეულებრივი? ავკატია გამიგიქნა. საგემრიელი ლობიანი. სანამაოდ სოფელში ერთი ბარემ ლობიანი შევჭამ. თქვენი შეფუთუნულია, ხო? პირველი ლობიანი უკვე შეიჭამა რაჭაში მეგობრებო. ასულა გაი? სამი ლობიანი დიდი იქა, ოღონ 16-იანი რა. თითქმის ამოვედით და ნახე რა სიმშვიდეა რა. თან უკვე ცოტა გრილა. ეს არის ჩვენი მჟავე წყალი, რომელსაც ახლა ავავსებთ და გადავკრავთ. ლიკას კიდეა არ უყვარს, მაგრამ მე მეყვარს. მინდია დავავსებ. ხა ნახე როგორი შუთა არის. ხარე ხა ნახე გაზიანი. რკინა თუ გაკლია მეგობარო? კლია ყველაფერი მაგი. დალა მეგნა. ხო, კაია, ძალიან კაია. გაზიანია თუ არ არის? გაზიანი ეს არ არის, უფრო ეს ცოტა არის. გაზგასულია. ო, აი ესეთი ლამაზი გზა არის ჩემს სოფლამდე. დაბალი მანქანით ამოხვალ, მაგრამ ეს არის რა ასფალტი არ არის, არც ბეტონი არ არის. ჩემს სოფლამდე ვერ ჩახვალ და ზევითამდე ახვალთ, ეხლა განახებთ მოკლედ გზას ბოლომდე. უბრა მომენად რა. ვერცხლის სუნია, გოგირდის სუნია, რა. წავედით, всё. აი ახლა გამოჩდება ჩვენი ჟაშქვა, ხედი სოფელზე, საიდანაც იშალება ულამაზესი ფერდებით, რავი, რაც არის, რა. აჰა. ზევით არის, აქეთ მხარეს არის ზედა კალმახელზე, ქვევით არის ახლა ქვედა კალმახელზე, სადაც ჩვენ ჩავდივართ. ერთსული მაგ ახლა გავაღო სახლის კარი და ვნახო როგორ დამხდება ოქტომბრის მერე დაკეტილია და არ ვიცი რა დაგხვდება შიგნით.
აღარა გაფუჭებულა, შარშან ესე არის. ჯერ სიმაღლეზე ამოდიოდით, ეხლა ჩავდივართ და ეს მანქანა ალბათ ვეღარ ჩამოვა იქ, ამიტომ ჯერ ჩავალთ. წამო დაჯექი ჯერ ამაზე. ბიჭო, ქვევით შევა გაფუჭებული იყოს და. აი აქ უკვე ესეთი ცუდი გზაა გაფუჭებულა, მაგრამ და ჯიპის გარეშე შანსი არ არის რომ ჩამოხვიდეთ რა. რავი, უთხარი არ ჩამოხვიდე მეთქი და ჩამოვალა და ესეც ჩემი სახლი გამოჩნდა, აი. რაჭაიანო რაჭა გენაცვალე რაჭა და შემადრიანო რაჭა გენაცვალე რაჭა და შემადრიანო ჩამოვედით მეგობრებო, როგორც იქნა გზა ძალიან გაფუჭდა და ესეც ჩემი სახლი, რომელიც ძალიან დასალაგებელი დამხვდა. ოქტომბრის მერე აქ აღარავინ ყოფილა, დაკეტილია, სოფელშიც არავინ არ არის. წამოდით ახლა განახოთ რა მხელა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ დღეს, შეხედეთ, ჯერ ბალახს შეხედეთ. მოდით, მოვბრძანეთ. ეს არის ნამდვილი რაჭული სახლი. შეხედეთ ამას. აი. ყველა რო თბილისში წავედით მაგის ბრალი. გამარჯობა მასპინძელო. გამარჯობა. მოდი შეხედე როგორი გასაწმენდია ყველაფერი. ჯერ ბალახი განახო, წამო. ამას შეხედე. ეს რა არის? ესეთი რამე აქ არ მინახია. იმიტომ რომ სულ მზამზარებული. მზამზარებულზე ჩავოდივარ ხოლმე, ხან ჩემი ძმა, ხან დედა ჩემი, ხან მამა ჩემი მელაგებდა ხოლმე და აი ჩვენი მეზობლები იყვნენ უკვე ჩამოსვლები და შეხედეთ როგორ არის კოხტად ყველაფერი გამზადებული და აი ეს თელი ბალახი ეხლა უნდა გადავხერხო, იმენა უნდა გადავჭა. რაც შეეხება სახლს, გასალაგებელია, მოგბრძანით. აი, ძველებური, უნდა ჩამოხვიდე, ტელეფონი გათიშო და აი ამ ხეთს უყურო, აქედან იქით გაიხედე. ამ ოთახში კი გოგოები დავიძინოთ და ძალიან მიყვარს ეს ოთახი. შემდეგ გვაქვს ჩვენი ძველი ოთახი, მეგობრებო, ყველაზე ძველი ჯერ ეს იყო. სადაც ჩემი წინაპრების სურათებია, ეს არის ხის სახლი. ამ ყველაფერს შემდეგ დაგათვალიერებინებ, ჯერ სასწრაფოდ უნდა დავალაგოთ. მობრძანეთ კიდევ. მოდით და აქ არის მესამე ოთახი, ამასაც ახლავე გავაღებ. დანარჩენი ამ ყველაფერს უნდა დატკბეთ, დავალაგოთ გემრიელად და სახლს აუცილებლად ძალიან მალე დაგათვალიერებინებთ, ამას რომ გადავხერხავთ და გადავჭრით შემდეგ. ეხლა უნდა ამოვქოქოთ ჩვენი ბალახის საჭრელი, ეს გვინდა. ზეთი მაინც არის ერთი. ეგ რა არის? ეს არის ზეთი, უნდა გააზავო ბენზინში. აქ არის 3 ლიტრი და დაგჭირდება 6 წელი. ოპა. ხომ მე-4-ია, ვინ ითვლიდა? ლიტრზე უნდა 2? ხო, გრამთხრა. так, ლიტრზე 2. ეხლა უნდა ჩავასხათ. ედო, მოდი ჩამასხმევინე. ამდენი ხორგაიშ. კაი გავშვი. ეხლა ეს უნდა ჩავრთო ჯერ ხალასტოის. ლოქემა დავაკაჩავო, ეხლა მეცე და აგერაკ. ეხლა უნდა იმუშაო სავან ხალასტოის. გოგოები შევუდექით დაალაგებას და სანდროს იწყებს უკვე თავის საქმეს, თუ ვერ იწყებ? სწორად არის ეგრე? ფუნქს ეგა მეორე მხარე აკეთებს. მაგიკეთიაში. სანდრო დაბმულია, ახლა კი დროა გაასუფთავოს ჩვენი ეზო. დავიწყეთ. მოიგონა ძმა. ედო რა სიტყვი გავასუფთავო? თუ გავასუფთავოთ დღეს ეზო? რეალურად კონტროლად. და მე თკბილოთ მწვადებს გემრიელად შევჭამთ. მანამდე გოგოებმა გავაღეთ ოთახები, მოუხვეტეთ მეორე სართული, ასევე მე გოგოებმა და ედომ ტვრისგან გავასუფთავეთ ლეიბები. კარგი მზიანი ამინდი გვაქვს, იმედი არამე ისმის. მეგობრებო, შეხედეთ ოთახიდან რა ხედი მეშლება. სანდრო, აბა. ახე დაიმემსკოსე. ეისთვის ჯერჯერობით საკმარისია. გავთიბეთ ნახევარი ეზო, ეს დარჩენილი მოჭრილი ბალახი. სახლიც დაალაგდა, გოგოები მოკვდნენ. ადექი ჯერ ყველაფერი წინა აიონები დაალაგდა, ლეიბები გამზეურდა
რა ვიცი, ყველაფერი გაკეტა, ეხლა უნდა გადავიდეთ მწვადის შეწვაზე რა. მწვადია თავარი და ეხლა დაჯდომა, გაიღვინო, გაიჩეჯდომა. აი, ახაც მოსუფთავდა ყველაფერი. ყველა ქაურობას გავიყვან სულ ბოლოში. ნახეთ რა სილამაზეა და რა სიწყნარია, აი ამას რო გახედავ ხა აქეთ. აბა რა ჯობია, ამას ეხა მითხარით. მე რო გამოვხვალ და ამას. კარტოფილი იწვება. ყველის დაჭამენზე რა ყველა დავჭირე. სალათი არის, მწვადი არის და იქით რო შეხვალ არის განსხვავებული თასები, მაგრამ დაგათევდეს. დიტო ატირა. ხახუნ და დამაჭრევინეს. მე დალევამდე. მე დალევამდე. მე შეიძლება არ მექნება, რა ვიცი, მე დავევალ. აუ, გადაგორებული არ იქნება ხო მინდვრებში. მე დალევამდე. მე დალევამდე. მე დალევამდე. მე დალევამდე. მე დალევამდე ფხიზელ მდგომარეობაში. მე დალევამდე. მე დალევამდე, ოღონდ არაფერს არ ესეც ჩვენი მწვადი და ესეც ჩვენი შემოსწრებული სტუმრები. რა სიტყვით აბა როგორ მოგწონთ რაჭა? პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან მწვანე, სუფთაერი. ეხლა უკვე კაი სიგრილია და რა, კაი ხალხი და კაი მწვადი. მე მოცემ. ძმა არ გვინდა. გვინდა მოვიდა. ნახეთ როგორი გარემოა, სიმღერები, მეგობრები, ფუსფუსი. ეს არის რაჭა მეგობრებო. აბა ვჯდებით, ნელ-ნელა ღვინა მზად არის, მწვადი მზად არის, ყველაფერი მზად არის, განსხვავებულები მზად არის და დროებით გემშვიდობებით მეგობრებო. და 1 საათის შემდეგ. შერეკილებში მოფრინავდა. მე შროშალი მეგონაო რალინა სადაც გაგიდო რალინა ყველა ჩემი მეგონაო რალინა გიგი რა საკეთე? შენ ცოტა გასავ სავთუ ტყვილავწიე დაჭი. მე პროსტო ეს ეხა სავთუ არა ის ანგელოზ ძივით გალობს. ჩვენი ქვეყნის ჩვენი საქართველოს სამეგზელო დავლევთ. ზოდი ჩვენ ქვეყანას გავუმარჯოს, ჩვენ სიყვარულს გავუმარჯოს ამ ქვეყნის მიმართ. ჩვენს ამ ძეს გავუმარჯოს, რაც ყველაფერს გვიჩვენებს. ჩემთვის მაგალითად სხვაგან კარგად ყოფნაზეც ჩვენი არ სხვანაირ. საქართველოს გავუმარ! ჯოს! გავუმარ! ჯოს! გავუმარ! ჯოს! დავიდა. ეს და შეხარვენა. ორი გვაქვს ერთული სამღერი. ბევრ სირთულე გამოვლი ქვეყანას და ბევრ სირთულეს გადის. ეხლა საერთოდ სირთულეს გადის და ისე ყოფილიყოს რომ ეს ქვეყანა რაღაცნაირად ორგზაზე აი დაეწყოს ეს რაღაც აღმავლობის გზა. აუმართოს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ძვირფას ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს ქვეყანას. მე მინდა ამ ჭიქით სანდროს სადღეგრძელო დავლიო. გავგიჟდი. არა, ამას არ ველოდი.
სანდრო არის ადამიანი, ადამიანობის ადამიანი არის. ჩემთვის არის მისაბაძი ადამიანი, ვინც დღეს გაგვაერთიანა, ვის სახლშიც დღეს ვართ. გაგიმარჯო სანდრო. და აი, მთელი გულით და სულით მიყვარხარ. ლიკასთან ერთადაც და ცალკეც. ამას დავკრავ. სანდრო არის ის ადამიანი, ვისაც შეგიძლია ნებისმიერ დროს. და დაგახურავს თავზე ყველაფერს, მაგრამ სიმართლეს გეტყვის. ანუ აი შემოხედავს გეჭხუბება, აი გეჭხუბება, მაგრამ იცი რომ გულით გეუბნება მაგ ყველაფერს რა. მეგობარი ბიჭი არ მყოლია და იტყვის რომ ეს რა კარგი შვილი გაგიზრდიაო და მშობლისთვის მაგაზე დიდი რავი კომპლიმენტი არ არსებობს, რომელიც გულთან შეიძლება მივიდეს და ეს არის სანდროს, რომ შეგვიძლია არის სანდრო. იჭო რა გამახარეთ? ვეღარ ავწყნარდი. მართალია სულ გეჭხუბება. არა, სულ გეჭხუბება. მოვაჩვენე სულ გეჭხუბება. ანუ he cares, ანუ ეგ ვიცით რომ ანუ ადარდებ რა სანდრო თუ გეჭხუბება და სულ და რომ კარგები ვიყოთ და ყველაფერზე გვეჭხუბება. ზერო მიუმართო აი რაღაც დალევს ისე უყვარს სანდრო. მართალია. სურია. აბა გოგოებო გაკვირდებით? აბა ლიკას როგორ უყვარს? სანდროს აწიგ. მოიცა. მერტი თქვენსკენ. ლიკასთან ურთიერთობა დაიწყო რა. რა დაიწყარდა? იგარიკა დიდი. ბოლომდე. ურთიერთობა და ამასობაში ცოტა ხნით რაჭიდან წეროვანში ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე გადმოვინაცვლოთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე ჩამოყვანილი ავტომობილების აუქციონი ლაივ რეჟიმში გაიმართება ყოველ შაბათს პირველ საათზე. მანქანები ძალიან ბევრია, რომელიც ახლავე ყიდვით შეგიძლიათ იყიდოთ, მაგრამ ყოველ კვირას ირჩევა გარკვეული 20 მანქანა, რომელიც გამოდის აუქციონზე. კვირის დასაწყისში ასე აუქციონზე გამოსასვლელი მანქანები გადაირჩევა და დადგება. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, დაათვალიეროთ, გაატაროთ, გამოატაროთ და აუქციონზე შემდეგ ითამაშოთ. ან თუ ძალიან მოგეწონათ მანქანა, შეგიძლიათ არ დაელოდოთ აუქციონს და ეგრევე შეიძინოთ. ახლა კი დავბრუნდეთ რაჭაში და გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავალი. შვენიერი დრო გავატარეთ გუშინ მეგობრებო, დავიძინეთ დღესდილიდან აოდექით, პატარ-პატარა საქმეები გავაკეთეთ და ეხლა უკვე შემოხდა ყველა საბარგულზე. ვიძრებით, ლიკა, სად მივდივართ? ჩვენ ახლა მივდივართ ხინკლის საჭმელად. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ხინკალია, რასაც კი რაჭაში და არა მხოლოდ შეჭამთ, ბახმარიაზე გამოსასვლელად და აი რა ვიწვენი გასტის, ამიტომ წავალთ და განახებთ. მერე სად მივდივართ? მერე ჯერ საჭმელად რა დავიწყეთ, მერე მივდივართ შოუში და მერე გვინდა რომ მზის ჩასვლისას ავიდეთ მრავალ წელში. всё, წავედით და უბერეთ. მან 3 როდო ხართ ისინი ფეხით წავიდნენ? ბევრი რამე გამოტოვეს რო იცოდეთ რა. აბა, წავედით. ეხლა უნდა ვჭამოთ ყველაზე გემრიელი ხინკალი ონში და არა მარტო ონში რა. აი, იმდენი წვენი აქვს, რომ აი არ ვიცი, გეზედმეტება კიდევაც იმდენი წვენი აქვს, რაც ალბათ ყოველთვის. რა გეზედმეტება? კაია, კაცო, უხდება. ხო, კარგი არის, მაგრამ ესე, ონში არის კაფე გვირილა. წავედით, შევედით. აბა, გამოვიდა ბედნიერი ნაჭამი ხალხი. გაუმარჯოს. როგორი იყო? იდეალური. ხო ქონდა წვენი, ხო ისმეოდა, რასაც ქვია. რა ხდება ჯილო? ოპა, ეს ძაღლთ მოყვარული. ოპა, ამინდი გვიფუჭდება მეგობრებო. იმედია გადავრჩებით. ლიკა, რა სიტყვით? არ ვიცი მეგობრებო, ჩემთვის ეს არის პირადად ნომერ პირველი ხინკალი და ერთადერთი ხინკალია, რაც ცხოვრებაში მიჭამია. თავიდან ხო ერთი რუა სდალევ მთლიანს რა. წვენს და მერეც რო ჭამამ ხორცს და ცომს ერთად რო კვეჩ, ანუ კიდე გვხდება წვენი, ანუ ეგრე რანაირად აკეთებენ, რაც ხელოვნება არის რა, ეგეც თავისებული და არ ვიცი, ძალიან მაგარია, უდიც ძალიან კარგად წავიდა ხინკალთან ერთად, ბედნიერები ვართ და ეხლა კი
კი წამოუწებოდი, მაგრამ მივდივართ შოუისკენ. რა ცოტა ამინდი ირევა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოვივლით იქაურობას. გემრიევა. ვანახოთ სტალინის სახლი. ვანახოთ. წავედი. აბა ჩავმწკრივდეთ მეგობრებო, მოდით ფოტო გადავიღოთ, მოდით. ეს ის ექსკურსია. შენ სულ სხვა კლასი ვიყავ. არა, კაი დრო იყო რა. აი შოუში წამოვედით და ამას შეხედეთ რა ხდება გარშემო. რამხელა მასა ქონდა უბრალოდ წამოღებული. ეს ღვარცოფი მთლიანად რაც მოდიოდა და მეწყერით რაც ქვია ამას ჩამოიტანა მთლიანად ამ ტერიტორიაზე. ამხელა ქვები, ამხელა ლოდები, ამხელა ხეები მოწყვიდა წამოიღოთან და ახ გადასწორებულია აქაურობა რა. ეს სასტუმრო იყო, აქ იყო ხალხი მაშინ. აქ მოხდა ის ტრაგედია იდეაში. რა ცუდია ისე და როგორ დაგროვდა ამდენი ხანი დაგროვდა და მე ერთიანად მოწყდა რა ეს რაღაცა რო ერთად მოდის წარმოიდგინე რა საშინელება იქნება ნახეთ ამას შეხედეთ და რამხელა ტერიტორიაზე აი თლიან ტერიტორიაზე იქითაც აქეთაც არა და რას მშვიდია რა მაგარი ადგილია როგორ შეიძლება ესეთი კარგი კურორტი ყოფილიყო დასასვენებელი და ეხლა როგორ ტრაგედიასთან ასოცირდება აი იქით არის აი სუზევით შეხედეთ აი ის არის სტალინის სახლს რო ეძახიან ახლა ავიდეთ და იმასაც განახეთ და იქიდან მგონია რომ უკეთესად გამოჩნდება ეს ყველაფერი ამას შეხედეთ რა ხდება სახლში იმედია არ დავინგრევით. ლიკა შენ არ ხარ ხო დამყოფ? წამოფრთხილად მოდი ოღონდ საყრდენებზე დაადგი ფეხი რა. აქ არა უშავს კიბეებიც, ესეთი კიბეები გვაქვს. აუ რა სახლი იქნებოდა თავის დროზე, წარმოიდგინე. ახე როგორ აქ ცოტა საშიშიც კი არის ამოსვლა შეხედეთ, საყრდენებსაც დარხეული აქვს. კაი ედო, ცოტა საშიშიც კი არის ამოსვლა, როდის რა წაიქცევა არის. ნახეთ. დამპალფიზრებზე და მაგრამ ხედი იყო იქიდან ყოველ შემთხვევაში ამ სტიქიის მერე მე აღარ გადმომიხედია და მანამდე ძალიან მაგარი ხედი იყო რა მან რა ხდება დიდო ავი აგებს რაიონის ნიკა აი ამებზე დადგი აი აქედან იყო ხო მერი ხედი მე შეხედით აქედან კარგად ჩანს ყველაფერი აუ რა ამაზი ხედია ეხა ეს რო არ ყოფილიყო წარმოიდგინეთ ეს წამოღებული რა მაგარი სახლი იქნებოდა თავის დროზე აუ გამოხვალა გადახედა ამას დილით წარმოიდგინე მაინც გავედე ამასვლა უკიბეები კარგად ჭრიალებს ხო იცი აქეთ რა ხდება აქეთ ტყეზე იყო ხედი აი ყველა მხარეს ბუნება და ყველა მხარეს ნათელი სახლია აქ ჩამოვედით და რაღაც ხმა მოგესმა თურმე 1-2 კვიცი და 1 ცხენი აქ ქვემოთ ესე დადიოდნენ და გარეთ გავიდნენ აქედან იქით აქ იყო აი აქ გამოიარეს ხო იქით შევიდნენ და მე იქით გარეთ გავიდნენ რა ის იქნებოდა რა ნათელი სახლი ნათელი და ეს ხო სიმწვანე რო არის ყველა მხარეს სიმწვანეა საერთოდ არ უნდა გაიხედო იქით ნაძვია იქით და აქ რო აივანზე გახვალ იმ დროს და ციგნის საკითხა რა ლექსების დასაწერად ეგრევე წარმოვიდგინე პირველად რო ვიყავით აქ წარმოიდგინე ისეთ სიმშვიდე არის აი ხო აქეთ გამოიხედავ სიმწვანე არის იქით სიმწვანეა იქით სიმწვანეა მაგრამ საცოდაობაა რომ მიტოვებულია და ზოგადად საცოდაობაა შოს რაც მოუვიდა რა და ხალხს და მაგათ დრონით აუშვათ და დაგათვალიერებინებთ კიდევ უფრო კარგად
ეხლა ჩამოვედით ნიკორწმინდაში და შეხედეთ ამ მშვენიერეს ტაძარს ნიკორწმინდას, სადაც მე მოვინათლე. ნახეთ რა სილამაზე, რა სიმშვიდეა. აშენებული არის მე-11 საუკუნეში. საკმაოდ ძველი ტაძარია და საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე. ლიკა როგორი სიმშვიდეა. ვინ იცით რომ მე მოვინათლე ამ ეკლესიაში? არა, ლუკამ ვერ მოისვენა, ვერ გაძლო მარტო ჩემს სოფელში რო ვიყავით და ბარემ ნიკორწმინდაში ვართო და ჩემთანაც როგორ არ შევიაროთო და თელუღში წამოგვიყვანა. ლუღიც ლამაზი სოფელია და ახლა დაგათვალიერებინებთ, აქ ცოტა განსხვავებული ნაძვნარია. თან ერთ-ერთი გამოქვაბულია, ძალიან კარგი, ძალიან გრილი და საკმაოდ ლამაზი. ახლა მივალთ მან. ესეც ჩვენი ულამაზესი ნაძვნარი, რომელიც მე მგონი მარტო აქ არის ასეთი ფორმის და წარმოიდგინეთ შემოდგომაზე აქაურობა რა ლამაზია, რო გაჭრელდება სხვადასხვა ფერებში, რას ლაპარაკობთ. მივდივართ გამოქვაბულისკენ და ცოტა ვიყევით მეგობრებო, ცოტა ვიყევით, მაგრამ არ აუშავს. ეს მანქანა აღარ იყიდოთ მეგობრებო, water flood. ჩვენ არ გვიჭირს მეგობრებო. მარჯობა. აუ, ვიდა ძმა ბოლი. წარმოზებია. ამასობაში ჩვენი მეგობარი ძალიან საშიშ რაღაცებს აკეთებს. ვაიმე, ხილად. აქ უკვე მართლაც რომ კარგი და განსხვავებული სიგირლეა. მაგრამ სათხარ, სად იგიც. ეხლა ვარ სოფელ თლუღში. ეს არის საკმაოდ ლამაზი მღვიმე. კიდობანას მღვიმეს ეძახიან ამ ადგილს. ვა, გეუბნები, ეს სხვა არის. ეს აი გარი ნახე სხარტალი არის ამის გვერდზე. ო, იქ მივიდა. და იგივე ის არის რა სტილის მღვიმე არის რა. ლამაზი იყო ეს ნა. წამოდი და ნახოთ. რა სიგრილეა ბიჭო, რა სიგრილე? აი როგორ რაღაცაში ჩადიხარ. ლუკა აქედან სად გადადიოდნენ? ბიჭო, ეგ რამდენად ათალი რა ვიცი, მაგრამ ამთის იქ არის იმერიცი რა. და მე როგორც ვიცი, მაგრამ არ ვიცი რა მართალია ეს ამბავი. ამ ღვინისა გასვლელი ღვთის მეორე ხარს. უბრალოდ პერიოდულად წყლით იფარება. ხო, ისევა. და შესაბამისად აღჭურვილობა ჭირდება რომ იქ გადასვლიდე რა. კი. და ეს ქვები სრიალებს და ხილად იყავთ რა. ჰეი! ჰო! ლიგა! ნახეთ მეგობრებო, როგორი მისტიური ცისფერი განათება. ეს განათება საიდან? აუ რა გრილა ძმაო. აქ უნდა წამოხვიდე მაგარ სიცხეში. მან ხილად ჩადი ჯიგარ ვარ ჩავარდე. აი მან რაღაც ჩადიხარ აღარ გინდა. რომ და შევიდეთ? რა ხდება აქეთება? წყალია. ამ ქვევით არის წყალი რა. ის წყალი ალბათ ზევით ქვევით ადის იმას შევა რა. ხო, სეზონურად მოშვა რა, ისება რა. ფეხი არ დაისმევთ აქ. აჩავდე, გამოდიხარ? ლიკა, მაგრა გრილა რა. კაი სიგრილეა ხო. ამას შეხედეთ უბრალოდ რამხელახია წაქცეული თავის ფესვიანად.
ეხლა ჩვენ მოვედით საკიშორას მღვიმეში. საკიშორას მღვიმეში. ვნახოთ საკიშორე. აი ეს წყალი რაც გამოდის ზევიდან. ეს წყალი ხო სოფელს მიეწოდება, ხო დასავლეთ წყალი. სათავე არის იქით რა და სათავე იქით და იქ ნახეთ უბრალოდ რა მაგარი საკეიფო ადგილია. აი იქ რო დაჯდები და 5-იანს რო დაიდგავან 20-იანს ან რავი რამდენიც გაგიხარდებათ, რამდენიც იქნებით იმდენიან ღვინოს და შეაუჯდებით გემრივად. წამო. ჩემ კამერაში. თან YouTube-ის vlog-საც გიმზადებ. კი ბატონო და მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დააყენეთ ზარზღილაკი, რომ განვითარდეს ჩემი არხი, ჩვენი არხი. ჩემი არხიც არის და თქვენი არხიც არის, რადგან თქვენ ხართ ამ არხის შეფასებლები და სულის ჩამდგმელები. ამიტომაც დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, რას იხილავდით უფრო მეც, რას გამოასწორებდით, რასაც არ გამოასწორებდით, ეგეც აღნიშნეთ, რაც კარგია და რაღაც ყველაფერი რა მანქანებიც იქნება, მოგზაურობებიც იქნება, პიკაპით ყუილა ხო არ გვყავს. აი ეს ნახეთ რა ლამაზი შეხედეთ, დალოცვილი მხარეა, დალოცვილი. მოგეწონა? მაგარია. წამო იქით შევიდეთ ჯერ. ნიყვი არის აქეთ? აქეთ ნაკლებ. ამ ტყეში ნიყვი. აბა ეს რა სოკოა? ქათამბარკალა, მჭადო. ეს რა სოკოა? იცი სოკოს ცნობა რაჭაში ბევრი სოკო. ხაზგავს. საავადოდ არ ყარ უნდა იყოს, მაგრამ არ ყარ არის, არა იქ შხამიანია. რაღაცა სოკოა. შხამიანია. სოკოებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ მეგობრებო. ნიყვი და რა ვიცი, კიდე რა სოკოა? წერეწო რაჭაში, აი ძალიან გემრიელი სოკოებია. მაჭკუნარი. ხო, და მაჭკუნარიც. მაგრამ ნიყვი არის მეფე რა. აი ვისაც გიჭამიათ ნიყვი, ჩემს სიტყვას მიხვდებით მაგას რო ეგ რო შევჭამე თავი და მეთქი ამაზე გემრიელი, არაფერი გასინჯული არ მაქვს. ხორცივითა ხო, ინა ცილა, თან კარაქში უნდა შეწვა და აი რა ვიცი, თუ არ გაგისინჯავთ, აუცილებლად გასინჯეთ, მაგრამ თქვენ არ დაკრიფოთ, ჭირდება პროფესიონალი, ვინც მოკრიფავს, იმიტომ რომ ისეთი რა ქვია სოკოები, რომელიც წამავს, ასე თუ ისე გავს რა. ამიტომ ცოტა რთული ასარჩევი და მოსაძებნია. ჩვენ კი ნელა მივიწევთ წინ. აი ესეთი გზა არის. კიდევ ერთი სოკო, ნეტა რომელია. ნახე რამდენი სოკოებია, 4 ცალი არის ერთად. არყა იყო. მოდი, ნახე რამდენია. არყა. მაგრამ არყა ცოტა ისინი ნახავს რა. მოდი, ავნახოთ. არყა. თუ წე. კი, წარე არის, აი დიდად გემრიელი არ არის, რა თქმა უნდა წარეა რა. ნახე როგორი ძი გამოსდის. აი შავით. ხო, ხისოკოა. ხო. აი. ეს არის ხისოკო. ახლა სილამაზე. ეს ზირდაგდებული გირჩი ეს არ არის რა, ნახე, შემოდგომას არის ხოლმე ძირითადად კრიფავენ გირჩს რა. და უცხოელი ხალხი უცხოეთით ნორვეგიიდან იყვნენ ბოლო შემოსულები და მიაქვთ ხოლმე გირჩი რა და იქ მერე მოყავთ ანუ აშენებენ რა ამ ნაძვებს რა იმიტომ რომ ამ ჯიშს ქვია სოჭი რა ეს ნაძვის ჯიში არის სოჭი რა ესეთი რა ხო ესეთი ნაძვი არის აქვს სადაც ეს არის შოუ უწერისკენ არის კიდე ესეთი ჯიში თუ არ ვსწრები რა იქითკენ არის ხო კი ძალიან მაღალი და რაში გამაყროს და რა დეკორატიულ ამბავში ალბათ მაგის ბიჭო ხო просто კოღოები არიან ძალიან ბევრი ლიკა მანახე შეხედე რა ხელა კოღო მოკუნა ერთ მოგაჩერდა რუანაკავენი ავედით ახლა შაურზე დაჯექით ეს ჩემი აზრით იმორზე ლამაზია შეხედეთ აუ სასწაული ადგილი აბა ვიდეთ ზღვით აუ ძალიან ლამაზია ლიკა ნახე ესეც ჩვენი შაური აქეთ ამ მხრიდან მოდი ახლა დრონი აუშვათ და შევხედოთ აბა კარგად
ოჯახით საჭმელად, ესეც ჩვენი ლობიო. ეს არის მჭადი ჯონჯულით და ლობიოთი და ლორით. და ეს არის ჩვენი ლობიო ლორით. ესეც ჩვენი ლობიანი, ასეთ ღია სტილშია. პიცასავით და ადევს ზევიდან ლორი და ჯონჯოლი. ეხლა ავალ სახლში ვითამაშებთ, ჩავიძდებით, ცოტა დავლებთ. აი ჩემი მძღოლი. ვა როგორ გიხდება. კაია ხოც. იქით ვიწე ცოტა. ო კაია. რა ლამაზია ეს ჩემი სოფელი. ლიკა რა მძღოლია? აი მასდაც ჩამოდის რა. მარა ცუდი გზა. მაგარი მძღოლია. ქავატონლიკა. ვა, საიდანაც ყვავილი ჩამოვარდა. ნელა უნდა ჩახვიდე. აი ეგრე არ მიუშვა ვაფშე. მეგობრებო, მოკლედ ჩვენი სახლი სრულიად დავალაგეთ პირველი ჩამასვლისთვის და მოდი ახლა კარგად დაგათვალიერებინებთ. ეს არის ჩვენი შუა ოთახი, ყველაზე ძველი ოთახი, ხის ოთახი, სადაც ძალიან კარგად გრილა, რადგან აქეთ-იქიდან ოთახებია და ზაფხულში ძლიერ მაგრა დასწორებს. ეს კიდევ ერთხელ ჩემი წინაპრების სურათებია. სახლი დაწყრიალებულია, გაუდის ზიპინი. აივანი მთლიანად მოხვედილია. ეს ოთახიც ჰუგოებმა დაალაგეს, დაწყრიალეს. რაც შეეხება ბალახს, ესე გავთიბეთ რა. თითქმის ახლა სადაც ჩვენი ფეხები ხვდება და სადაც მისვლა-მოსვლა გვიწევდა, ყველაფერი გავთიბეთ. ამ დროისთვის რაც მოვასწარით, ეგ იყო სულ რაღაც 3 დღე ვიყავით. განახოთ რა გავაკეთეთ კიდე კარგად. ეს ყველაფერი გაითიბა, შევაგროვეთ, მერე რომ გახმება ამ მოვალთ და ცეცხლს გადავუკიდებ. აქაც ყველაფერი მოსუფთავდა, სუფთა. სამზარეულოც დასუფთავებულია, დაკოხტავებულია. შევძანით ახლა აქ მეგობრებო. მოიცა შუქი ამათო. ეს არის ქვედა ყველაზე ძველი სახლი, თავის ბუხრით, თავის შენ დაგეძებ დილა თუ ბინდი მე მაგრამ ღერო. აქ ზამთარში წვადი, აიღვინო, ჩაჯდომად, ვაკაცებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ოჯახთან ერთად, ვისაც გაგიხარდებათ მობრძანდით. ეს ცოტა დასალაგებელია, ეს ვეღარ მოვასწარით რა, რაღაცების მიკოხტავება, მაგრამ ამაზეც აუცილებლად ჩამოვალ. წამოეხა სანახშო განახოთ, სანახშო არის სამეზობლოს საანთესავოს შეკრების ადგილი, სადაც ყველა იკრიბებოდა სამეზობლო და იქ მიდიოდა კეიფი, დალევა, თამაში, დროს დარება, რა ვიცი, მობრძანდით. აქაც გავთიბეთ. ეს ჩვენი ნადირი. აქ კარი უყენია რომ საქონელი არ შევიდეს, შევბრძანდით. ეს არის კაკლის ხეები და შემოღობილია მთლიანად, ეზოსავით არის გაკეთებული. შუაში მაგიდა, სადაც დაჯდებოდნენ ჩვენი წინაპრები, დალევდნენ ღვინოს, წვად შეწოვდნენ, ლობიანს გააკეთებდნენ, ლორუკას მოხარშევდნენ და ასე გემრიელად აქ მიდიოდა ჭამა. სიხარული, სიყვარული, ჩახუტება, მოფერება, რა ვიცი, ქვევით წყალიც არის. მე მოვიდოდი პატარაობაში აქ და ესე ჩამოჯდებოდი, ამ ხეში ჯდომა მიყვარდა ხოლმე ესე. და მოკლედ ესე რა. მოუვარე აქაურობასაც, ცოტა გავთიბე, აქაც დამრჩა კიდე და შემდეგ ჩამოსვლაზე მთლიანად მოვაკოხტავებ და ეგრეა რა, თქვენ კუთხე კუნჭულს და თქვენს მიწაწყალს თუ არ მოუვარეთ, დაეპატრონებიან სხვები. ამიტომ აუცილებლად მიხედეთ თქვენს სახლს, თქვენს კარს, საიდანაც თქვენი მამა, თქვენი პაპა, თქვენი ბაბუა და დაგიფასდებათ. მე შვილებსაც ასწავლეთ, რომ ეს ყველაფერი გააგრძელო.